ბავშვებო, დილამშვიდობისა, მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ ასე ადრე მოხვედით ჩემთან. ძალიან სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა. დღეს გვინდა რომ გოგრების გაკეთება გაჩვენოთ ნაჭრებისგან. და სანამ თქვენი ხელით გააკეთებდეთ გოგრებს, მოდით ჩვენი გოგრების კოლექცია ვნახოთ ამ შემოდგომაზე. როგორი ლამაზი სუფრა დაგახვედრეთ. მოდით ჩემთან. ნახეთ როგორი წითელი გოგრები დაგახვედრეთ, ძალიან ლამაზები. ნახეთ რა ლამაზია და ეხლა ასე გავიაროთ. მოდი წადით ასე წავიდეთ. და თან სახელოსნოში წავალთ, თამასობაში დაათვალირეთ. ნახეთ რა ლამაზია. ესეთი წითელი გოგრები გინახავთ? მოდი ჩემთან, მოდი ჩემთან. ნაგერ აბუთხუზა და წითელია, ასეთი წითელი გინახავთ? საჭმელად კი გემრიელი არ არის, მაგრამ აი თვალის დასანახად ძალიან ლამაზია. ხო მეთანხმებით რომ ლამაზია. მთელი ამ შემოდგომის ვაშლები ქარელიდან ჩამოვიტანეთ, ბევრი გავაფორმეთ ამ შემოდგომაზე და რაც შეგვიგროვდა და დაგვრჩა აქ მოვიტანეთ. ნახე როგორი ბუთხუნაა და წითელია. წავიდეთ ახლა სახელოსნოში. შენ მოყავს შენი ლოკოკინა? მოდი თეონასაც წავუღოთ 1-2 გოგრა, რომელიმე ვინ მომეხმარება? მე. აიღე. იქ წავიღოთ რომ შევხედოთ ნამდვილ გოგრებს და ისე გავაკეთოთ ნაჭრისგან გოგრები. კარგი? ვინ ზიდავს ამას? აბა რომელი ზიდავთ? უფრო პატარები წავიღოთ. გინდა მოერევი? ვერ მოერევი? ძიმია? ნახე. რას ვერ მოერევი? როგორი გოგო ხარ, ყოჩაღი? წაიღე და წადი. თუ მოგინდებათ ვაშლები შეგიძლიათ ასე გაწმინდოთ ტანსაცმელზე, ასე გააპრიალოთ და შეჭამოთ. აი ასე. გარეცხილი კი ამარა, ცოტა წერებიც აჯდება აქ ზოგჯერ ბაღში. აი ასე. როგორც სოფელში აკეთებენ, აი ასე. არ გაწყენთ, არა, ძალიან გემრიელი და კაი ვაშლია. ასე გააპრიალეთ, აი კარგად, აი ასე. მე ასე ვაკეთებდი ბავშვობაში. ან ასე, ნახე? აი ასე. ხო, არაფერი არ უჭირს. შემოუვა. ნახე და კაია. აი, როგორი ყვითელი და კაია. ჭამო. აბა რა, თუ გინდა უნდა ჭამო. გინდა გაგიტეხო? მოდი გაგიტეხა. მეც არ გამომივიდა, აი ჩემს გატეხილს მოგცი. წავედით, ეხლა თეონა გველოდება. მაგ ხელა არ გინდა პატარა წამოიღე შვილი, ეგ ძიმია. აი ეგ კაია. რახან ვაშლებით ჩავახრამუნეთ, გოგრებიც მიგვაქვს სახელოსნოში. ეხლა წავიდეთ, ვნახოთ თეონამ რა მოამზადა თქვენთვის. მე მგონი რომ საინტერესო გაკვეთილი გელოდებათ. მე გარეთ მოგიცდით, ჩაის დავლევ. ასე ჯობია. მოდი. მიდით ბავშვებო. ნახე. ხო, ნახე როგორი ლოკოკინა ყავს. შეხედე, თან მოყავს ლოკოკინა. ნახე? აი ბაღში იპოვა და თან მოყავს. რა კაია შენ, რას საყვარელი ხარ, ვარ გეშინი არაფრის. არც ლოკოკინის, არც ჭიაყელის, არც თევზების. ყოჩა, ბაყაყისაც არ ეშინია. მოდით ბავშვებო. მოდით, ჩემოდით დასხედით. გამარჯობა ზურა. რა ლამაზი და ფერადი მაგიდა დაახვედრეთ, ყოჩა, რა კარგია. რა თქმა უნდა, მომბზანდით, დასხედით და თუ შეიძლება მომეცით ეს გოგრები, აქეთ დავაწყოთ. აი აქ შეგიძლიათ დააწყოთ გოგრები თქვენი ხელით, მომბზანდით. მე ცოტა ხანი დაგემშვიდობებით და მე კი ბატონო. გამარჯობათ ბავშვებო, ძალიან სახალისო და გასართობი გაკვეთილი მოგიმზადეთ დღეს. თქვენ რომ მომართვით მე გოგრები, ნამდვილი გოგრები შემომიტანეთ. როგორი ლამაზია ყველა, ხო? თავისი ყუნწებით. შეგნით რა აქვს გოგრას? პატარ-პატარა კურკები, თესლი აქვს, ხო? თავისი თესლი და მე იმ თესლიდან ახალი გოგრები გაიზრდებიან. ხო, უყურთ და დავთესოთ აუცილებლად. ხო? სხვა ძალიან სასარგებლოა, იცით, გოგრაც და გოგრის თესლიც. დიდებისთვისაც და პატარებისთვისაც. წერეთლის მწვადს ეძახიან მარილში რო არის შემწვარი გოგრის გულები. დღეს რა უნდა გავაკეთოთ? მე თქვენ მოგიმზადეთ. ნახეთ. გოგრის იმიტაცია. რას ნიშნავს იმიტაცია? სხვა მასალა მივამსგავსოთ გოგრას. შეხედეთ როგორი გოგრები გაგიკეთეთ ნაჭრებისგან. თავისი ყუნწებით, აი ესეთი, ეს უბრალოდ საჩვენებლად, რომ მიხვდეთ თქვენ როგორი გოგრები უნდა გავაკეთოთ. შეგიძლიათ ორ-ორმა აირჩიოთ, იმიტომ რომ დიდი ზომის არის, ნახეთ, აი ამაში უნდა ჩავსვათ, აი ეს ფუმფულა
სხვადასხვა მასალა. ხო, აგიხსნით მე თქვენ. აიღეთ თუ მოგწონს. აბა შენ წითელი გინდა? მოდი აბა. აიღეთ. მოდით აქ და არჩიეთ ვის რომელი გინდათ? პატარაც არ. მოდი შენ. მოდი შენი პაწუკა გაგაკეთებინო. წამოდი. მოდი ჩემთან. მოდი. მოგცემ ეხლა. ორი სიტყვით გეტყვით იმ მასალის შესახებ, რომელიც მე თქვენ გაგიმზადეთ. სამი სხვადასხვანაირი მასალა. ეს რა არის ხო არ გეცნობათ? ეს არის მატყლი. მატყლი საიდან გვაქვს ჩვენ? კი, ცხვარს გაკრეჭეთ. ეს თურმე ხდება მაისში. ხდება ცხვრის გაკრეჭა და ჩვენ მატყლისგან შეგვიძლია გავაკეთოთ ბევრი ისეთი რაღაც, რაც გამოგვადგება, ხო? რას ქსოვენ მატყლისგან? წინდებს, ჯერ ართავენ ძაფს და იმ ძაფისგან ქსოვენ ძალიან ბევრ რაღაც ჭირდება თვითონ, ხო? კიდევ რას აკეთებენ მატყლისგან? ბალიშებს და საბნებს, ძალიან ჯამრთელია, ხო? მატყლისგან შეკერილი. ნახეთ, თუ მოგეწონებათ მატყლით გავავსოთ, კიდევ გვაქვს ბამბა და ბამბის შესახებაც მინდა ორი სიტყვით რო გიხართ. ბამბა იცით საიდან ჩდება დედამიწაზე? ყვავილია, იცოდი თქვენ ბიჭებო, ხო? იცით როგორი კოლოფივით რაღაც უჩდება თურმე მცენარეს? იქ შიგნით არის რამოდენიმე 30-მდე პატარა ესეთი მარცვალი და მე იხსნება ეს კოლოფი და უცბად აი ეს ბოჭკოებად გადაიქცევა ეს კოლოფი. და ეს კიდევ არის ხელოვნური მასალა, ეს ადამიანის შექმნილი ხელოვნური მასალა, თუმცა ძალიან კომფორტულად გამოსაყენებელი. ვაიმე თქვენ გააკეთეთ უკვე? რა მაგარია. მოდით აბა, მოგიტანოთ აბა. მოდით. აბა, ბიჭებო თქვენ მატყლი კი ბატონო, მოდი. მოდი. კარგად გააფუმფულეთ და მე გასწავლით როგორ უნდა მოუკრათ თავი. შენ მატყლი გირჩევნია? მოდი აბა ჩატენე. ნახავ რომელი უფრო. კი, ფუმფულა, მე მგონი მატყლი ჯობია. არა, ის ჯობია? აიღე მიდი თუ გინდა. მოდი აბა ჩავსვათ. შენ თვითონ გააკეთებ? მიდი აბა. დაიწყე. კარგად გააფუმფულეთ. კარგად გააფუმფულეთ. მე მგონი ცოტა ჯობია რომ დაუმატო, რას ფიქრობ? მოდი აბა. ბამბა მინდა ცოტა. რა გინდა? ვიცადე მოგცე შენ. აი ესეც ჩაუმატე. მოდი. ბევრი ჩატენე. კარგი რომ ფუმფულა გამოვიდეს ძალიან. თირანა ბაღია და რო დაამთავრებ მე უნდა წავიდე. მოდი შენ ამას მოგცე მე და ლენტები გავუკეთეთ გინდა. დასხედით რომ ერთმანეთს არ შეუშალოთ ხელი. ამას ავიღებ, მე მგონი არ გჭირდებათ ხო ეს ყუთი. აი როგორ არ ყოფილა. იტენი შევკერე გუში როგორ არის მე. შენც გინდა მოდი აი მოგცე. გააკეთე უკვე ხო? ეხლა რა უნდა გავაკეთო? ვინც კარგად გააფუმფულებთ გოგრებს, გოგრას რა ჭირდება? რა აქვს თავზე? ხელის მოსაკიდებლად ყუნწი. ეხლა ყუნწებსაც მოგცემთ მე თქვენ და დაუმაგროთ ეს ყუნწები, ხო? მოდი აბა. ვინც დაასრულებთ, მითხარით რომ ყუნწები მოგცეთ. ნახე ბოლომდე არ მოუყრა ჯერ თავი, შეხედე, აი ესე. ეს კარგად, კი, აუცილებლად. ეს დავასრულე. გააკეთე, ხო? ნახე, არჩი აქედან ყუნწი, კიდე მაქვს. კარგად არის გაფუმფულებული. მე მგონი რომ კარგად არის. ეხლა ავარჩიოთ. შევკროთ. ნახეთ როგორი ლამაზი გააკეთე. კარგად მომიწეს. ანასტასია, ნახეთ როგორი ლამაზი გოგრა გამოუვიდა. ეხლა შეგიძლიათ რომ ლენტებიც მოახვიოთ. ყუნწი. საჭიროებს მიზევ რა ქვია გამომიჭერ რომ ახლა. მე გაგიკეთებ, კარგი? მოდი. აბა ეს ყუნწი. ეხლა ვე მოგცემ. მაქვს ყუნწები. ბევრი. აი. ნახეთ. აბა შენ. აბა შენ მოდი. თქვენ გააქვთ გოგოებო ყუნწები? მოგცემ. როგორ არ არის? მოიცადე ერთი წუთით. აი თქვენ ყუნწები. მოდით. ეს უკვე იცი რა უნდა. ეს უნდა. მაგისთვის მეგონი ცოტა დიდი დაგჭირდება. აბა, დაგეხმარები. არ არის ეგ ადვილი.
კი. კი, მოდი, აბა. გამომართვეთ ყველას, გაქვს ერთი შეყუნწე. არა, იცი რა უნდა. დაგეხმარო, მოიცადე. აი შენ წუნწე. შენ არა გაქვს ახლა. მოდი გავუკეთე. ამასაც მოგაშორებთ. ბამბა? ახლა. მოიცადე ესენი ავიღოთ. დაგეხმარებით. ეგ არ არის ადვილი, ნამდვილად არ არის ადვილი. დიდებისთვისაც ზოგჯერ რთული მოსახერხებელია მაგის გაკეთება, მაგრამ აი რა თქმა უნდა. აბა მოდი დაუმატეთ თუ გინდათ. ნახეთ რას ვაკეთებთ. ერთი წუთი ჩემო მხედეთ კარგად. ყუნს რო ჩაუდებთ, ეს ძაფი კარგად მოკაჩეთ, შევკრათ ეს ძაფი და მე ზემოდან დავახვიოთ ლენტი, რომ კარგად დაიჭიროს. მოდი აბა დაგეხმარო. მომეცი. აი, ნახე რა კარგად გამოვიდა. არა, მოუჭრი, ოღონდ მე დამიძახეთ. შვენიერი, ანასტასიამ გამზადა. ეხლა ველოდები, ბატონო დაგეხმარო? ამ წუთას. შენ შეგიძლია მას ლენტი მოახვიო, რომელიც მოგეწონება ის ლენტი. აი, რა საყვარელი გამოვიდა. კი ბატონო, შენ რომელიც მოგეწონება ის გაუკეთე. შენ მაცვენიება? ჩემიც არის. მოს. მაგრად მოკაჩე. ნახე? ყუნწზე მაგრად მოკაჩე. მას მე ყუნწი არ აქვს. ვაიმე? ქარი. აი. მიდი გაუკეთე ხა შენ ლენტი. შვენიერი. გაგიკეთებ ახლა. გაუკეთე ახლა მას ლენტი. მომეცი დედიკო. ეს მაგასაკეთე? მე დედას ფერაში უნდა ვაკეთო. რაში უნდა იმეცადინო? მას მოგჩ. მოდი ლენტი გაუკეთოთ. მოდი. ამასე დავამატო. მაშინ მომეცოდე ცოტა. თქვენ დამიშალეთ მეგობრა. ეს არის. არ ჩავდეს. არა უშავს. აბა რა ქნა შემა ბავშვებმა. გამოგივიდათ ბავშვებო გოგრები. მოდით ნახეთ. ვაიმე როგორები გაგიკეთებიათ. როგორ ნაკა? რა ლამაზები, მე როგორი მუცელი მოვიტანე. ნახეთ მე როგორი გოგრები მოგიტანეთ. აი. აი ნახე როგორებია. წითელი გინდა? ნახეთ რა ლამაზებია. ლოკოკინე თავის საქმეებს აკეთებს. სასეირნოდ არის წასული ლოკოკინე. სათქავ შენახული შენი ლოკოკინა, აბა მაგ. აი ესე გავაკეთოთ ხო? აი აქ იზის, აი იყოს ეხა იჭდეს მანდა. ეს შენიცაა, ორივესია? აა მე ესა ჩინანოშა და მე. და შენც იპოვე მეორე და შენც წაიყვანე რა ვქნა. მე მგონი ძალიან კარგად გამოგივიდათ, კარგად გაერთეთ. მე ამითი კმაყოფილი ვარ, რომ თქვენ კმაყოფილები ხართ, მიხარია. აჩვენეთ აბა გოზურას ვინც დაასრულეთ გოგრები. ჩვენიერია. ხოლამაზები. გონია რომ ჩვენები დობია, მაგრამ თქვენიც არ არის ნაკლები. კარგად იყავით ბავშვებო, მიხარია რომ ჩვენთან იყავით. შემდეგ კვირამდე. დიდი მადლობა. მე მგონი კარგად გაერთეთ ხო?